ხშირად ისმის ეს კითხვა და მეც ხშირად მწერენ ქალები იმის შესახებ, რომ მქონდა პირველი სქესობრივი აქტი, ადრე არასდროს არ მქონია და არ იყო სისხლიანი გამონადენი, რის გამოც ჩემი პარტნიორიც და მეც ძალიან გაოცებული ვარ. და შესაძლოა ეს ზოგ შემთხვევაში იყოს გარკვეული გაუგებრობების მიზეზი. რამდენად შესაძლებელია, რომ პირველი სქესობრივი აქტის დროს, როცა ხდება საქალწულე აპკის დარღვევა, არ იყოს სისხლიანი გამონადენი. საქალწულე აპკი, ანუ ჰიმენი წარმოადგენს თხელ მემბრანას, რომელიც მდებარეობს საშოს შესასვლელში. პირველი პენეტრაციისას ის შეიძლება დაზიანდეს და იყოს სისხლდენი, მაგრამ შეიძლება დაზიანდეს და არ იყოს სისხლდენი. ამასთანავე, ჰიმენი შეიძლება იყოს ძალიან ელასტიური, ან ჰქონდეს ისეთი ფორმა, რომ ის არ დაზიანდეს სქესობრივი კონტაქტების დროს. ასევე ჰიმენი შეიძლება დაზიანდეს მასტურბაციისას საშოში. შესაძლებელია, რომ პირველი სქესობრივი აქტის დროს სისხლდენა იყოს არა ჰიმენიდან, არამედ საშოს კედლებიდან. რადგან პირველი სქესობრივი აქტი დაკავშირებულია განსაკუთრებულ ემოციურ მდგომარეობასთან უმეტეს შემთხვევაში და არ არის საშოს კედლები საკმარისად დატელიანებული, რაც ესე ფიზიკის ენაზე რო ვთქვათ, ზრდის ხახუნის ძალას და იწვევს საშოს კედლების დაზიანებას. ამრიგად, სისხლიანი გამონადენის საშოდან სქესობრივი აქტის დროს ვერ განსაზღვრავს იმ ფაქტს, ჰქონდა თუ არა ქალს ადრე სქესობრივი კონტაქტი.